ძვირფასი მაყურებლებო, თქვენ ახლა უყურებთ რუბრიკას, რომელსაც ქვია MedInsider-ი, რომელიც გულისხმობს სამედიცინო სფეროში არსებულ სიახლეების განხილვას, მიმოხილვას, როგორც ექიმის გადასახედიდან, ასევე პაციენტის მხარის გაცნობასაც და ზოგადად თემების მიმოხილვას, რომელიც არის აქტუალური. დღეს სუპერ აქტუალურ თემაზე მინდა რომ გადავინასწროთ საუბრით და მოვიშველებ ფანტასტიკურ სტატისტიკას, რომელიც ამ აქტუალურობას გაუსვამს ხაზს, რადგანაც მსოფლიოში ასეთი სამედიცინო манипуляცია 38 მილიონი ცალი კეთდება წელიწადის განმავლობაში. ეს გახლავთ პლასტიკური მიმართულების როგორც ქირურგია, ასევე სხვადასხვა ესთეტიკური манипуляციების ერთად მოიაზრება. პლასტიკურ ქირურგიაზე მოდის დაახლოებით 17.4 მილიონი ჩარევა, ანუ 58-დან და დანარჩენი უკვე არის, რა თქმა უნდა, ის რაღაცა ინექციები და ასე შემდეგ, ხო. მაგრამ რამდენ ადამიანს უნდა რომ დახვეწოს და სრულყოფილებამდე მიიყვანოს თავის გარეგნობა, ხომ ხედავთ? ხო, მოთხოვნადია, ნამდვილად პლასტიკური ქირურგია ვიტყოდი, რომ მხოლოდ ესთეტიური ნაწილი არ არის და მილიონებშიც ძალიან დიდ სერიოზულ რეკონსტრუქციულ ქირურგიაც არის პლასტიკური ქირურგია. განსაკუთრებით, ტრავმების შემდეგ ბავშვებში თანდაყოლილი სახის დეფექტების და ასე შემდეგ, ამიტომ ეს ისეთი ხელწამოსაკრავი დარგი არ არის, ყოველთვის გონია პაციენტს, რომ ეს არის გასაბრანჭი რაღაც სათავეში, ძალიან სერიოზული დარგია. და ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მოთხოვნადი ოპერაცია ეს არის რინოპლასტიკა. ანუ იგივე ცხვირის ოპერაცია, კორექცია. კი, ჩვენ ქვეყანაში მართლაც ყველაზე მოთხოვნად ოპერაციები სათავეში დგას ჩვენი რინოპლასტიკა, თუმცა მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში სხვანაირად ნაწილდება, ასე ვთქვათ, ეს ხო, გაჩნია სათხარო. საფეხურები, რა უფრო მოთხოვნადია. ესე იგი, პირველი ადგილი მსოფლიოს მასშტაბით დაიკავა ქუთუთოების პლასტიკამ, ანუ ბლეფარო პლასტიკა. რომელიც წარმოდგენილი 2.1 მილიონი შემთხვევით. მეორე ადგილი დაიკავა ლიპოსაქციამ, ხალხო ხედავთ, ყველაზე მოთხოვნად ჩარევებში 2 მილიონი ადამიანს წელიწადში უკეთება ლიპოსაქცია. ამერიკაში ალბათ უფრო. ამერიკაში პირველ ადგილზე ყოფილა ეს, ხო? მოლოდინი ქონდა ამის? იმიტომ რომ პროცენტულად ყველაზე მეტი ჯანმრთელობა ამერიკაშია. კერდის გადიდება, ეს არის საკმაოდ პოპულარული ოპერაცია, 1.600.000 ადამიანი სწორედ ამ ქირურგიულ ჩარევას მიმართავს. ასევე რინოპლასტიკა, რომელიც მოხდა მეოთხე ადგილას, როგორც ჩანს და მეხუთე ადგილას, ეს არის არაქირურგიული პროცედურები, ბოტოქსი, ფილერი, რომელიც 20 მილიონი კეთდება და ეს არის ხელების დაბანასავი. აი, დავიბანეთ ხელები, ისე მარტივი რაღაცნაირი პროცედურა, მაკიაჟი გავიკეთეთ, დაახლოებით აი ესეთი შეხედულება აქვს ადამიანებს, თუ არ მოგწონს გამოასწორებ. მაგრამ როგორც ყველა საქმეს თავის პროფესიონალიზმით, და ანატომიის ცოდნა, კანის ნაგეცების მიმართულების და ესეც არ არის თქვათ ესე ხელწამოსარტყამი ნამდვილად. პრინციპში თვითონ ქირურგიული ჩარევა არ არის ესე თქვათ რთული. ახლა დავუშვით დრო შევადაროთ სხვა ქირურგიას რა. რაღაც სისწარკვებთან, მუცლის ზრუნვას ან რაღაც ესეთ იმას, მაგრამ პაციენტს აქ ყველაზე მეტი მოლოდინი გამოსავლის. ანუ ის უნდა იყოს 100%. ხო, მართალი ხარ. ხო, ამიტომ ხო, აი იდეალური რა, ანუ თუ ამაზე მიდის, ანუ ის უნდა იყოს იდეალური. შესაბამისად, ანუ ესე გართულებების რაღაცა პროცენტი, ანუ დავუშვით 20%-ში განმეორებით მიმართავენ რა. ეს არ ნიშნავს, რომ რაღაცა რეალურად ცუდად გაკეთდა, მაგრამ მოლოდინი, ანუ მისთვის არის აი ის, რაც უნდა ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ეხლა AIT და მანამდეც იყო პროგრამები, რითიც ანუ შენ ანახებს ამიდე მოდელირებას, ასე შემდეგ რომ SSA როგორი გექნება? ხო, ის რომ უყურებს ეკრანს პაციენტი, ხო? ანუ აი 100%-ით ისეთი უნდა რა და ამიტომ იქ პატარა ანუ დავუშვათ აი დიდ ქირურგიაში ხო, სულ არ იცის რა გააკეთეს, ხედავს და თავი კარგად იგზნოს თავი და აქ მიზანი სხვა არის. მოდით, ამიტომ რადგან არსებობს ბევრნაირი რაღაცა, რომელიც უკავშირდება პლასტიკურ ქირურგიას, სანამ გადაწყვეტ გარეგნობის შეცვლას, მოგვისმინეთ, რას გვთავაზობს დღეს პლასტიკური ქირურგია, ამაზეც ვისაუბროთ და ზოგადად ნახოთ, ეს ვთქვათ, რა აქვს პაციენტისთვის შესათავაზებლად სწორედ ამ დარგს სამედიცინო სფეროდან და დავუპატიჟებ სტუმრებს და ისინი ბევრად უფრო დეტალურად მოგვიყვებიან ამ ამბებს. მაშასე MLP Care კლინიკების ქსელის ბიზნესის განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი ექიმი დალი ნესუაშვილი შემოგვიერთება და პლასტიკური ქირურგი ემრა ქოქსალი. Thank you.
წყალი მთის ახალგაზრდა გაზირებულ ნატურალურ მინერალურ წყალს გთავაზობს, რომელიც არის ასევე 0% ბრომატით. დაკო, მოდი მოგვიყევი, რამდენად ხშირად მოგმართავენ პლასტიკური ოპერაციის მსურველები. რა თქმა უნდა, როგორც მსოფლიოში, ჩვენთანაც ძალიან ხშირია მომართვიანობა. საქართველოს მოდის? რა თქმა უნდა, საქართველოს მოდის. მაგალითად ის, რომ არ უნდათ საქართველოში გაკეთება იმის გამო, რომ ჩატარებული ოპერაციის გამჟღავნება არ უნდათ ხშირად ხდება ესეც. მაგრამ აი გააჩნია არის ზოგიერთი ოპერაციები, რისი დამალვა შეგიძლია. არა და იმის ისკეთება რომ გამოჩნდეს. რა სიტყვე ყველაზე მეტად, აი რისი ოპერაცია არის ჩვენთან ესეთი მოთხოვნა? ალბათ ვფიქრობ, რომ საქართველოსთან ყველაზე მოთხოვნადი არის რინოპლასტიკა. კიდევ მეორე საქართველოში არჩევანი რატომაც აკეთებენ ჩვენზე რინოპლასტიკაზე, ეს არის რომ ჩვენი ექიმი უფრო დეტალურად ისაუბრებს შემდგომში, ამას აკეთებს დახურული მეთოდით. არანაირი გაჭრა არის. არა, განაკვეთი საერთოდ არ. ამაზეც არ არის განაკვეთი? ოკეი. და ზუსტად ეს არის ალბათ რაღაც განსხვავებული ნიშა, იმიტომ რომ თვითონ თურქეთშიც ყველა კლინიკაში არ ხდება ეს ოპერაციები დახურული მეთოდით. ვარძა ვეკითხოთ, რას ნიშნავს ეს დახურული მეთოდი, ჩვენც ვიცოდეთ რა არის და როგორ ხდება. დახურული ცხვირის ოპერაციების დროს ორივე ნესტოდან შევდივართ და სპეციალური კამერის დახმარებით ოპერაციას დახურული მეთოდით ვაკეთებთ. ამ მეთოდის წყალობით გარედან არანაირი კვალი არ რჩება და შეხორცების პროცესიც ძალიან სწრაფად მიმდინარეობს. შიდა ნაკერები თვით შთანთქმადია. ამიტომ ოპერაციის შემდეგ ნაკერების მოხსნაც არ არის საჭირო. სილურჯი არ აქვს პაციენტს, ასევე ოპერაციის შემდგომ სუბპერიქონდრიული მეთოდი ნიშნავს, რომ ოპერაციის დროს ქირურგი მუშაობს ხრტილის გარსის პერიქონდრიუმის ქვედაფენაში. ეს არის უფრო ზუსტი და ნაკლებად ტრაუმული ტექნიკა, რადგან ნაკლების სისხლდენაა, პრაქტიკულად არ გვაქვს. ნაკლების შეშუპება და ჩალურჯება ვითარდება. ქსოვილები უფრო კარგად არის დაცული. პაციენტის უფრო სწრაფი გამოჯამრთელება ხდება. განაკვეთი არ გვაქვს, შესაბამისად ნაწიბურიც არ რჩება. რინოპლასტიკაში ეს მეთოდი თანამედროვე და საკმაოდ დახვეწილ ტექნიკად ითვლება. ღია ოპერაციის შემთხვევაში პაციენტს ცხვირის საბოლოო ფორმის მისაღებად დაახლოებით 6 თვე სჭირდება. ხოლო დახურული მეთოდის დროს 2 კვირაც საკმარისია. ეხლა რა მაინტერესებს? ტენდენციები როგორია? ჩვენ ვიცით რომ არის მოდა იმისნაირი ცხვირი, ამისნაირი ცხვირი დადიან ფოტოებით ესა ისა. ადრე რო ეტყობოდა პაციენტს რომ მქონდა ჩარევა პლასტიკური გაკეთებული, თითქოს პრობლემაც არ იყო. დღეს შეიცვალა ეს მიდგომები და რაც უფრო ნაკლებად შესამჩნევია და რაც უფრო მარტივად დახვეწილია, ასე ვთქვათ, ოპერაცია, მით უფრო მეტი მსრული ყავს. ანუ რაღაც ბუნებრიობასთან ძალიან ახლოს როგორც იქნა მოვიდა სურველების გემოვნებაც მათ შორის. თქვენი გამოცდილებით ეს როგორ ტრანსფორმირდა? მე ბუნებრივი ფორმის ცხვირების გაკეთება უფრო მიყვარს. ჩვენთან პაციენტების უმეტესობასაც ბუნებრივი შედეგი სურს. თუმცა იშვიათად არიან პაციენტები, რომლებსაც უფრო ხელოვნური, ბარბის ტიპის ცხვირი უნდათ და ესეც შესაძლებელია. რევიზიულ ოპერაციასაც, ანუ მეორე და მესამე ოპერაციასაც დახურული მეთოდით ვაკეთებთ. ისე რა უფრო რთული, აი მინიმალური ჩარევა, თუ აი დიდი ისეთი კარგი ცვლილება. ქირურგისთვის. ბუნებრივი ცხვირის გაკეთება ბევრად უფრო რთულია. ბარბის ან ხელოვნური ფორმის ცხვირის გაკეთება შედარებით მარტივია. მომართვიანობის ასაკი თუ შეიცვალა აი ბოლო წლების განმავლობაში, რა ნუ აი უფრო გაახალგაზრდა. ადრე 25 წლამდე ასაკის პაციენტები იშვიათად მოგმართავდნენ. დღეს კი განსაკუთრებით გაიზარდა ახალგაზრდა ქალების რაოდენობა. ასაკი სულ უფრო და უფრო იკლებს. მოდიან უკვე სკოლის ასაკის ბავშვებიც, რომლებსაც საკუთარი ცხვირი არ მოსწონთ. მოთხოვნა ნამდვილად არის, თუმცა ჩვენ ასეთ ასაკში ოპერაციას ყოველთვის არ ვეთანხმებით, რადგან ამას სწორად არ მივიჩნევთ. განსაკუთრებით ქალებში ცხვირის განვითარება 22-24 წლამდე გრძელდება, როგორც ძვლოვანი, ისე ხრტილოვანი სტრუქტურის. ამიტომ ოპერაციისთვის ყველაზე სწორი დრო ამ ასაკის შემდეგაა. თუმცა თუ ესთეტიკურ პრობლემასთან ერთად სუნთქვის პრობლემაც არსებობს, მაგალითად პაციენტს უჭირს სუნთქვა, ან აქვს მუდმივად გაჭედილი ცხვირი, ან ფუნქციის დარღვევა, ასეთ შემთხვევაში ოპერაცია შესაძლოა უფრო ადრეულ ასაკში ჩატარდეს. საინტერესო რა არის ის, რასაც ყველაზე ხშირად აკეთებს? შესაბამისად მოთხოვნა არის საქართველოში სხვა არის, საზღვარგარეთ სხვა არის, საინტერესოა ჩვენი ექიმის პრაქტიკაში როგორ არის? ჩემს პრაქტიკაში ყველაზე დიდი წილი რინოპლასტიკას უჭირავს. თურქეთში ეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ოპერაციაა. შემდეგ მოდის სხეულის და მკერდის ესთეტიკა, ხოლო მესამე ადგილზე ალბათ ბლეფაროპლასტიკას, ქუთუთოების ოპერაციას დავასახელებდი. ამასთან ერთად ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა თვალის ფორმის შეცვლის ოპერაციებიც, ნუშისებური თვალის ეფექტი რომ მიიღონ. ძალიან პოპულარული გახდა ეს სხეულის კორექცია, ასე ვთქვათ, ხო? და ყველას აქვს ულამაზესი. მაგის ნაწიბური არ მოგწონს. არ მოგწონს, არ ჩანს. როგორ არ ჩანს? თუმცა ჩვენი ექიმი ცოტა მანდაც განსხვავებული აი მეთოდით რა მუშაობს. ჩემი ტექნიკით მუცლის დაჭიმვის ოპერაციის შემდეგ დარჩენილი ნაწიბური სტანდარტული სწორი ხაზის ფორმის არ არის. ჩემი მეთოდით ჭრილი უფრო ელიფსური ფორმით კეთდება და ისე იგეგმება, რომ ბრაზილიური ტიპის ან ტანგას ფორმის წაცვალს ზუსტად მოერგოს. ნაწიბურს მაქსიმალურად დაბლა ბოქვენის ხაზამდე ჩამოვწევ, რათა საცვლის შიგნით სრულად დაიფაროს და გარედან პრაქტიკულად არ ჩანდეს. რა თქმა უნდა, ოპერაციის შემდეგ ვიყენებთ სპეციალურ ნაწიბურის კრემებს, სილიკონის დასაკრავებსა და ლაზერულ
მკურნალობას. ამის შემდეგ დაახლოებით 6 თვიდან 1 წლამდე პერიოდში ნაწიბურები მნიშვნელოვნად მცირდება და ბევრად ნაკლებად შესამჩნევი ხდება. მკერდის ოპერაციების დროს, განსაკუთრებით მკერდის გადიდების შემთხვევაში, იმპლანტის მოთავსება შესაძლებელია დვრილების არედან, რის შედეგადაც ნაწიბური თითქმის შეუმჩნეველი ხდება. ასევე შესაძლებელია ოპერაციის ჩატარება იღლიის მიდამოდანაც, რათა ნაწიბური მაქსიმალურად დამალული იყოს. რაც შეეხება მკერდის ზომაში შემცირების ოპერაციებს, ნაწიბურის ერთი ნაწილი დვრილის გარშემო იმალება, ხოლო მეორე მკერდის ქვედა ნაკეთში. თუმცა მკერდის შემცირების ოპერაციების დროს მცირე ნაწიბურები გარკვეულ შემთხვევებში მაინც შეიძლება შესამჩნევი იყოს. თქვენ შეგიძლიათ გაარჩიოთ ყველა შემთხვევა, ვის რაა გაკეთებული, რომ შეხედავთ თუ უკვე იმდენად წაიშალა, ასე ვთქვათ, ზღვარი მართლა ბუნებრივ და ნამდვილ კონტურთან უკვე ისე დაახლოვდა ეს პლასტიკური ქირურგია, რომ შეიძლება ქირურგსაც კი გამოეპაროს. მე თითქმის ყოველთვის ხვდები ადამიანს ესთეტიკური ოპერაცია გაკეთებული აქვს თუ არა, თუმცა ადამიანების უმეტესობა ამას ვერ ამჩნევს. ჩემი აზრით, ტექნიკა ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით ესთეტიკურ ოპერაციებში ნაწიბურის საკითხი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა. დღეს უკვე ნაწიბურების მართვის მიმართულებით ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს და მათი დამალვა ბევრად უკეთ შეგვიძლია. ეს შედეგი მიღწეულია ახალი და უფრო დახვეწილი ტექნიკების განვითარებით, თუმცა რეალურად ადამიანის ორგანიზმში ნაწიბური სრულიად არასოდეს ხდება და თუ კანი ცუდად ხორცდება, ამას ყოველთვის ბოლომდე ვერ ვაკონტროლებთ. ამიტომ ოპერაციის გეგმარებისას ყოველთვის ისევ ვფიქრობთ, თითქოს კვალი საერთოდ არ გაქრება და სწორედ ამიტომ ვცდილობთ ნაწიბურების მაქსიმალურად დამალვას. მაგალითად, დღეს სახის დაჭიმვის ოპერაციები უკვე ენდოსკოპიური მეთოდით თმის შიგნიდან კეთდება. ამიტომ კვალი თმაში იმალება. ქირურგი ამბობდა, რომ ეს პლასტიკური ქირურგი შენთვის არ არის ადამიანი, რომელსაც პირველად შეხვდი, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული ოპერაციის დროს, რომელიც გულისხმობდა რეკონსტრუქციულ, ასე ვთქვათ, ქირურგიას, თქვენ გადაიკვეთეთ პროფესიულად. ხო, ანუ ზოგი ყველა შემთხვევა არ უკავშირდება, რა თქმა უნდა, გარეგნობის დახვეწას. ზოგი არის, ესე ვთქვათ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიც მათ შორის, ხო? ასეთი ტიპის ოპერაციებზეც არის წვდომა, ხო, ასე ვთქვათ, სურველებისგან. რა თქმა უნდა, ჩვენ სფეროში ესთეტიკური ოპერაციების საერთო საქმიანობის მხოლოდ დაახლოებით 10% შეადგენს. სინამდვილეში ჩვენი სპეციალობის თითქმის 90% მიკროქირურგიასა და რეკონსტრუქციულ ქირურგიას მოიცავს. ეს გულისხმობს ყბა სახის ქირურგიას, ხელის ქირურგიას, დამწვრობის მკურნალობას, რთული ჭრილობების მართვას, ქსოვილების გადანერგვას, სიმსივნურ ოპერაციებსა და კანის კიბოს ქირურგიას. ამ მიმართულებებში სხვა სპეციალობებთან ძალიან მჭიდრო, მულტიდისციპლინური თანამშრომლობა გვაქვს. მაგალითად, ბატონ გიორგისთან ერთადაც ჩვენს კლინიკაში, მედიკალ პარკში განვახორციელეთ ასეთი მასშტაბური ოპერაცია, რომელიც წარმატებით დასრულდა. მათ შეძლეს თამამად ამოეკვეთათ დიდ მასშტაბზე სიმსივნური ნაწილი, რომლის დახურვაც ჩემი გუნდის მიერ განხორციელდა. დიდი სიმსივნეების შემთხვევაში ორთოპედიული ოპერაციების შემდეგ ხშირად ჩნდება დიდი დეფექტის დახურვის პრობლემა. სწორედ ამიტომ ბევრი ორთოპედი ასეთი მასშტაბის ოპერაციას ერიდება. თუმცა, როდესაც ოპერაცია პლასტიკურ ქირურგთან ერთად ტარდება, მათ შეუძლიათ სიმსივნე უფრო ფართოდ და უსაფრთხო დამოკვეთონ, ხოლო ჩვენ შემდეგ ქსოვილის გადანერგვით ამ არეს ვხურავთ. შედეგად პაციენტი სრულფასოვან მკურნალობას იღებს. ანუ ეს ერთი ოპერაცია იქნება, ხო? ერთი ანესთეზიის ქვეშ ხდება. სამწუხაროდ მკერდის სიმსივნეებიც გაახალგაზრდავდა და ძალიან რთული არის, როდესაც მოგმართავს 25-30 წლის პაციენტი და მას ეუბნები, რომ ორივე მკერდი გაქვს მოსაკვეთი. ნებისმიერი ქალისთვის ეს არის, ვფიქრობ, ტრაგიკული, მაგრამ განსაკუთრებით ალბათ ვფიქრობ, რომ ახალგაზრდა 30 წლამდე ასაკში კიდევ უფრო ორმაგად რთული არის და სენსიტიური. ფაქტურად ასეთ პაციენტებს შეუძლიათ, რომ გაიღვიძონ იგივე მკერდით ასეთი ოპერაციების შემდეგ. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც კანი არის დაზიანებული, ინარჩუნებენ და მთლიანად ხდება მისი აღდგენა. ანუ ამ პლასტიკური ქირურგების შემდგომი რეაბილიტაცია, ხო? ესეც მეთვალყურეობას მოითხოვს დაუშვათ. თუ უკვე ოპერაცია დასრულდა, შეხორცების პროცესი წავა და მორჩა, თუ აი მაინც აჭიროებს რაღაც გადახედოს, ან ამე კონკრეტულ რაღაც რუტინას უნდა გაყვეს პაციენტი. თუ მხოლოდ პლასტიკის ნაწილზე საუბრობ, ფაქტურად ცხვირის დახურული ცხვირის ოპერაციას, როდესაც აკეთებ, პაციენტს უკვე 2 დღეში შეუძლია გაფრინდეს თავის ქვეყანაში, რომელსაც აღარ სჭირდება არანაირი ნაკერის მოხსნა და არანაირი კონტროლი არ სჭირდება მას. თვალიერება არ სჭირდება, ხო? კი, აბდომინოპლასტიკები არ უნდა არც მაგას? არ, უბრალოდ ფოტოებს აგზავნიან პაციენტები და ექიმთან კონტაქტზე არიან. თუ რა თქმა უნდა, დრენაჟი რაღაცები ესენი არ არის. როდესაც უკვე კლინიკიდან იწერებიან, პაციენტს დრენაჟი მოხსნილი აქვს და მხოლოდ მას შემდეგ ეძლევა ქვეყნიდან გაწერის საშუალება და ქვეყნიდან გაფრენის უფლება. ძირითადად 2-3 დღე გრძელდება ყველაზე დიდი ოპერაციების დროს დრენაჟი, კეთილი და დაკო ბოლო კითხვა შენთან მექნება. ალბათ ერთ-ერთი პირველი შენ ხარ, ვისთანაც პირველად ხდება დემონსტრირება ამ სიახლის. დაუშვათ შენთან ერთად თუ მოხდა პაციენტი თქვენს კლინიკაში, ხო? წაიყვანე, ასე ვთქვათ.
მოემსახურენ და პირველი გამოჩენა და შენ ხარ ალბათ ის ადამიანი, ვის ყველაზე კარგად ხედავ ამ რეაქციებს და ამ შედეგების ემოციურ კვალს უკვე, ხო? რას ამბობენ ხოლმე პაციენტები? ალბათ როცა გაქვს ადამიანს ოცნება და მიზანი, იმიტომ რომ მიუხედავად იმ პოსტოპერაციული არ არის მარტივი, გააჩნია ოღონდ ოპერაციებს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით აბდომინოპლასტიკები, რომლებიც ყველაზე რთულად ითვლება. პაციენტი როცა თვალს ახევს და ხედავს თავის მუცოსათმოდი შეხოვლებს, მაგრამ ფოტოს აჩვენებენ მას, ეს არის რისთვისაც მოცნებობდი. იმდენად იმ კონკრეტული სიტუაციით ბედნიერები არიან, რომ ის პოსტოპერაციული ტკივილი ალბათ ავიწყდებათ. თუმცა ამარტივებს, რომ გვაქვს ასევე ბლოკური ანესთეზია, რომელიც პოსტოპერაციულ პლასტიკურ ქირურგიებში თითქმის ანულებს ტკივილს. პაციენტები კლინიკაშიც უკვე აღარ განიცდიან იმ ტკივილს, რის გამოც ამბობდნენ, რომ ეს ოპერაცია არის საშინელი ტკივილი და უნდა მოითმინო. დღეს უკვე იმ ტკივილსაც აღარ ითმენენ. მოდით, ახლა ჩვენ ერთი ასეთი შემთხვევა ვნახოთ, ვიხილოთ კონკრეტული პლასტიკური ქირურგიის მიზნით მისული პაციენტი, მისი შემთხვევა და შემდეგ შედეგი, რომელიც ამ ოპერაციას მოყვა. 12 წელს ვიყავი, როდესაც დედაჩემს პირველად უთხარი, რომ რინოპლასტიკა მინდოდა. აი სარკეშიც რო ვიყურებოდი, პროფილი ჩემი არ მომწონდა, რადგან დიდი მეჩვენებოდა ჩემი ცხვირი. ყველა მეუბნებოდა, რომ პატარა ცხვირი გაქვს და ნორმალურიაო, მაგრამ ანუ კეხი არ მომწონდა ჩემი. პროფილით სურათებს საერთოდ ვერ ვიღებდი, რადგან კეხი მაკომპლექსებდა. და ამიტომ გადავწყვიტე რინოპლასტიკა გამეკეთებინა. სანამ ექიმს ვიპოვედი, დიდი გზა გავიარე. ვეძებდი თავიდან საქართველოში ექიმებს. შემდეგ ნაცნობა გვირჩია, რომ თურქეთში წადითო. გვირჩი ეს ემრაჰ გოქსალი და რომ მივედით, შვიდად დავჯექით და აუხსენდი ყველაფერი. კეხის, რა თქმა უნდა, მოშორება და უბრალოდ აი სულ ოდნა ვაწევა. ეს იყო ჩემი მოთხოვნები, მეტი არაფერი. უფრო დიდი შიში მქონდა არა ოპერაციაზე, არამედ შედეგზე, რომ აი შეიძლება არ მომეწონდეს და ასე შემდეგ, მაგრამ თქვა რომ შენ მოგიხდებო მხოლოდ ბუნებრივიო და მენდეო და მე გავაკეთებო ისეც როგორიც შენ გინდაო. ახსნეს ასევე რომ ეს თანამედროვე მეთოდით კეთდებოდა, ანუ შიგნიდან არანაირი გაჭრით და შეშუპებაც არ იქნებოდა. და ვენდე და მართლაც გამოვიდა ისეთ როგორც მინდოდა. ნარკოზიდან რომ გამოვედი თაბაშირი მქონდა 10 დღის შემდეგ, რომ მომიხსნა ეს თაბაშირი, უკვე ჩანდა შედეგი. საერთოდ არ მქონდა სილურჯეები, მხოლოდ ოდნა შუშუპება მქონდა. ისიც ჩაცხრა ძალიან მალე. კიდევ ერთი შიში იყო ის, რომ ნაოპერაციები ცხვირი გამოჩნდებოდა და მეხვდებოდა ყველა რომ ოპერაცია გაკეთებული მქონდა, მაგრამ არანაირად არ ჩანს რომ ოპერაცია გაკეთებული მაქვს. პირველი ემოცია სარკეში რომ ჩავიხედე, გავაცდი, ანუ ვერ წარმოვიდგინე, რომ ასეთი კარგი იქნებოდა შედეგი და ვერ ვიცანი ჩემი თავი. ახლა უკვე შეჩვეული ვარ. 4 თვე გავიდა უკვე ოპერაციიდან. საერთოდ არანაირი კომპლექსი არ მაქვს, რადგან უკვე მეც მომწონს ჩემი ცხვირი და პროფილიც. და უფრო ვცდილობ, რომ ახლა უკვე პროფილით დავდგე. პროფილით ფოტოები გადავიღოთ, ვიზუალი უკვე რო შემიცვალა. თვალებში დაბრუნდა ეს ბედნიერება და სიხარული, რომელიც აი ამ წლების განმავლობაში მინდოდა და აი რომ ვყურებდი სოციალურ ქსელებში რომ აი გაკეთებული ქონდა და აი ასე ძალიან შეეცვალა სახე და ვიზუალი და ყველაფერი რო უფრო გაალამაზა, აი მეც მინდოდა ეგეთი შეგრძნება და ნამდვილად მაქვს. ძალიან კარგი გადაწყვეტილება მივიღე. აი ესეც კიდევ ერთი წარმატებული და გაბედნიერებული პაციენტი, მას შემდეგ რაც თავისი საუკეთესო ვერსია, ასე ვთქვათ, შექმნა თავის ძალისხმევით და ექიმების დახმარებით და სასიამოვნოა ყოველთვის ასეთი ფინალი, როდესაც რაღაცა ძალიან გინდა და გამოგივა. თუმცა ზომიერება არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი პლასტიკურ ქირურგიაზე, როდესაც საუბრობთ, იმიტომ რომ ეს არ უნდა გასცდეს იმ ჯანსაღ ყველანაირ ფარგლებს, რომელიც ზუსტად ზომიერებას გაპოვნინებთ პლასტიკურ ქირურგიაში. მადლობა თქვენ, რომ გვეწვიეთ და გვიამბეთ აი ესეთი ყველაზე პოპულარული, ასე ვთქვათ, მიმართულების შესახებ და წარმატებები თქვენ და თქვენს ექიმებსა და პაციენტებს.